გამარჯობათ. ადამიანმა ცოდვით დაკარგა მადლი, სამება ღმერთის ენერგია. თავის შემოქმედთან ურთიერთობის შესაძლებლობა და აღმოჩნდა დედამიწაზე გადმოგდებული თავის მომნადირებელთან, ეშმაკთან ერთად მუდმივ დაპირისპირებაში. გონების დეგრადაციის გამო ადამიანი ვერ ხვდება, ვინ არის სამყაროს ნამდვილი პატრონი და ამ ქვეყნიურ პატრონს ეძებს. სასოწარკვეთილები ეძებენ ხოლმე ადამიანები ვინმეს, ვინც მათ აჭმევს, ასმევს და ამ საქმებს, აშუვნინებს ფულს, მოეფერება და ზეციური პატრონი არც ახსოვთ ხოლმე. ეს უბედურება არ ეხება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. სახელმწიფოები ცხოვრობენ ასე. ქართველი კაცი მუდმივად ფარველს ეძებს ან ამერიკაში, რუსეთში, ევროპაში, ავსტრალიაში ვიღაცა მონა უპატრონოს, ანუგეშოს, მოეფეროს. ღმერთი უბრალოდ ახსოვს ხოლმე, რო არის, მაგრამ ღვთისმეტი არა აქვს ხოლმე. და ღვთის დახმარება როგორ მოიპოვოს, ამას ვერ ხვდება ხოლმე. იმიტომ რომ სახარება არ იცის, სახარებით არ ცხოვრობს და თავის შვილებსაც იმას ასწავლის, რაც თავისი მამისგან ისწავლა. თუ ადამიანმა ასეთი პატრონი იპოვა ხოლმე, ეს არის ვაი. თუ ვერ იპოვა, ვუი. ყველა მატყუარა არისო, ყველა მოღალატე არისო, ვერავის ენდობიო, სასწარკვეთილებაში ვარდებიან და თავი რომ ინუგეშონ, იწყებენ მერე ფულის მოგროვებას და ძაღლებს და კატებს უმეგობრდებიან, ვითომ ადამიანთან მეგობრობა არ შეიძლება. უბედურია ადამიანი და უბედურია ერი, რომელიც ფარველს ამ ქვეყანაზე ეძებს. აი, სასაცილო არის ხოლმე 100 მილიონიანი, 200 მილიონიანი ერები ეძებენ ფარველებს. რაღაც ალიანსებში ერთიანდებიან, არც ღმერთი ახსოვთ ხოლმე და არც თავისი შრომის იმედი არა აქვთ. ასეთი ადამიანები გარდაუვალად დროთა განმავლობაში ემსგავსებიან ხოლმე იმათ, ვინც ქრისტე ჯვარზე გააკრეს. აი, სახარებას თუ გავიხსენებთ, იქ კარგად წერია, როცა უფალმა აჭამა და ასვა, მაშინ მოვიდნენ რომ გაამეფონო. და როცა უთხრა რომ მოინანიეთ და გამოსწორდით, მაშინ ყვიროდნენ რომ ჯვარზე გააკარი. დღესაც უამრავი ადამიანია მსოფლიოში, რომელიც თავის მასიახს ელოდება და იმან უნდა უპატრონოს, ამ ქვეყნიური სამოთხე მოუწყოს. ყოველთვის, როცა მოგინდებათ მფარველის ძებნა, აბა ჩქარა პატრონი თორე ვიღუპები, გაიხსენეთ ხოლმე ის ადამიანები, ვინც მასიახს ელოდება. უფალმა თქვა, ვისაც უყვარვარო, ჩემ ცნებებს იცავსო. ზეციური პატრონი, მისი კეთილგანწყობა, მისი გული უნდა მოვიგოთ მისი მცნებების მორჩილებით. თუ ზეციურ პატრონს თავს მოვაწონებთ, მაშინ ის აუცილებლად გამოგიგზავნის ვინმეს ან რამეს, რაც ჩვენ დაგვეხმარება და ჩვენ არაფერი არ მოგვაკლდება. თუ ზეციური პატრონის უარყოფას, სიტყვით არა, მაგრამ საქმით, გამოვხატავთ იმით, რომ დავიწყებთ მიწიური პატრონების ძებნას. ვაიმე გაერომ რა თქვა, ვაიმე გერმანიამ რა თქვა, ვაიმე ამერიკამ რა თქვა. მაშინ, როგორც ღვთის მოღალატეებს, არც ერთი გამოგვადგება, არც მეორე და არც მესამე. ღვთის მოღალატე არ შეიძლება, რომ არ ღალატობდეს, არც თავის თავს, თავის პირად ინტერესებს, არც თავის ოჯახს, არც თავის ქვეყანას, არც თავის მეგობრებს. ის ერები, რომლებიც არიან ღმერთის მოღალატეები,
ჩვენ ვერ გამოგვადგებიან. თავის თავს არ ადგიან ისინი. ღმერთს შევაყვაროთ თავი უცოდველი ცხოვრებით. და მაშინ უფალი არ დაუშვებს, რომ ავადმყოფები მართავდნენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენ თვითონაც განვიკურნებით. ღმერთმა გაგახაროთ.